მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა მილენიუმის ერთ-ერთ თამაშზე გესაუბროთ, კერძოდ თევზების თამაში ახსნა. ამისთვის უნდა გადავიდეთ თამაშებში start beta game, იმიტომ ეს არის beta ვერსია და რამოდენიმე წამი მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო პირველ გვერდზე. რა თქმა უნდა, ჩვენ თამაშებს არ ჭირდება ეგრეთ წოდებული ყოველწუთიერი დაკლიკება, როგორც სხვა თამაშებში არის. აქ მაგალითად მარჯვენა ზედა მხარეს განაღდება, სადაც აწერია, ამას ხელს რო დავადგამთ, დაბლა ენერგიის წყარო ავტომატურად აითვისება. აი ნახოთ, აი განაღდებას დავადგი ხელი, დაბლა ენერგიის წყარო თვითონ აიკრიფა. ეს ხდება ყოველ 2 წუთში ერთხელ, უნდა აგროვდეს 120 წამი და რაც მეტი ხშირად შეხვდათ და ამ ენერგიას, ასე რომ ვთქვათ, აიღებთ, მით მეტი ენერგია მოგემატებას და არ იქნება საჭირო განსხვავებული სხვა ბოტებისგან ესე სათითაოდ რო ვაკლიკებთ ხოლმე ვთქვათ ფიგურას და ვაგროვებთ ასე ენერგიას. ეხლა გადავიდეთ თვითონ თამაშზე. ეს არის ჩვენი თევზების თამაში. აქ რაც შეეხება, რა თქმა უნდა ავკრიფოთ ანკესით, რაც შეიძლება მეტი თევზი. ამ თევზებს ყველას პლუსკულები აქვს, უბრალოდ განსხვავებულია რაოდენობაში, ზოგს მეტი პლუსკულა აქვს, ზოგს მეტი ნაკლები პლუსკულა აქვს. რაც შეეხება ზემოთ მარცხენა კუთხეში საჰაერო ბურთს, სადაც აი 420 წერია ახლა და ეს თევზი როავა ზემოთ მოგვემატება 620 გახდა. აქ ემატება ჩვენი რა თქმა უნდა გამომუშავებული ქულები, დამატებული ქულები, მის ქვემოთ აი ძაღლობას მსგავსი თეთრი ემბლემა რო არის 1001, სადაც წერია, ეს არის ჩვენი გადასალახი ბარიერი. აი ეს ქულა უნდა მოვაგროვოთ, რომ თევზების აკრეფით, რომ გადავლახოთ პირველი ეტაპი და გადავიდეთ მეორე ეტაპზე. მარჯვენა კუთხეში მწვანე უჯრაში აწერია 1, ეს არის, რომ ჩვენ ვართ პირველ ლეველზე, ხოლო მის დაბლა ბუდინიკი სადაც არის, იქ არის 60 წამი დაფიქსირებული. სანამ ეს 60 წამი ჩამოიტვირთება, ჩვენ მანამდე უნდა ავასწროთ, ავაგროვოთ იმდენი თევზი, რომ ეს პირველი ბარიერი გადავლახოთ. თუმცა ხდება ისე, რომ აი თუნდაც აგერ 1680 გვაქვს, ჩვენ საკმარისი ბარიერი გადალახული გვაქვს. ეს იმას ანიშნავს, რომ თამაში უნდა შევაჩეროთ, პირიქით უნდა გავაგრძელოთ თამაში, სანამ ავტომატურად არ გადავართ მეორე ლეველზე. აი ეს ზანდუკი კი 650 ქულას ამატებს, ყველაზე დიდ ქულას ამატებს წითელი ზანდუკი დაბლა და ყოველთვის უნდა შევეცადოთ, რომ ამ წითელი ზანდუკისკენ გავწმინდოთ, ასე რომ ვთქვათ, თევზებისგან გზა, რომ ის წითელი ზანდუკი ამოვიღოთ და 650 ქულა დავიმატოთ და წეღან როგორც აღვნიშნეთ, ეს წითელი კასრები, აი ეხლა რომელი კასრიც მე ავიყვანე, ერთადერთი ეს არის, რომელიც -150 ქულას გვიწერს და უნდა შევეცადოთ თამაშის დროს ეს კასრი ნაკლებად მოხდეს ჩვენს ანკესზე. მაგრამ არის ზოგჯერ გამოუვალი მდგომარეობაც, მაგრამ აუცილებლად სწორი გათვლა და ანკესის სწორი დაშვებაა საჭირო, რომ ყოველ მიზანზე თევზი ავიყვანოთ, რომ ანკესი მცდარად არ მოგვიწევს ანკესის წყალში გადაგდება. ჩვენ გადავლახეთ პირველი ბარიერი, გადავედით მეორე ბარიერზე, ნახეთ ახლა მეორე ბარიერზე რა ხდება მარცხენა მხარეს 2122 ქულა გვაქვს უკვე ასაკრეფი. თუმცა მე 2500 უკვე გადავწდი, მაინც ვაგრძელებ, იქიდან გამომდინარე, რომ ნახეთ, რაც უფრო ზედა ლეველებზე გადავდივართ, ეს ბარიერის გადასალახი ქულები მით მეტი და მეტი გროვდება და შეიძლება იმ ბარიერის გადალახვის დროს იმ პლატფორმაზე, რომელზედაც ხარ ლეველზე, შეიძლება მესამე ლეველზე გამომუშავებული ქულები მეოთხე ლეველისთვის არ გეყოს, ამიტომ საჭიროა, რომ გავაგრძელოთ ქულების დაგროვება, რადგან აქ სხვადასხვა ლეველზე არ ნულდება ქულები. ნახე, პირველ ლეველს რო დაძლევ და გადადიხარ მეორე ლეველზე, ხო შეიძლება პირველი ლეველი განულდეს და ახლიდან დაიწყოს ათვლა, ხო? არ ხდება ესე, ჯამდება ყველა ლეველზე დაგროვილი ქულა. პირველ ლეველზე რა მოაგროვე, მეორეზე, მესამეზე და შეიძლება ეს დაგროვილი ქულები თუ თქვენ მეოთხე ლეველზე სასურველ ქულებს ვერ მოაგროვებ, წინა ლეველებზე დაგროვილი ქულები დაგეხმაროს, რომ მე მეოთხედან მეხუთე ბარიერზე გადახვიდე მარტივად. აი ამაში გვეხმარება და ამიტომ თუნდაც ახლა მე აგერ 5062 ქულა მაქვს გადასალახი, თუნდაც მე ეს მოვაგროვო, მე მაინც არ უნდა შევჩერდე, იქიდან გამომდინარე, რომ მე კიდევ მეტი ქულა მჭირდება, იმიტომ რომ ზევით და ზევით უფრო მეტი და მეტი მიხდება აი დასაგროვებელი. მე რაც შეეხება ამ მოგროვილ ქულებს, რა თქმა უნდა, ეს მილენიუმი არის ჩვენი ოლნის კომპანიის თამაში, ჩვენ კომპანიას აქვს ოლნის შიდა ტოკენები და ეს შეგვიძლია
შეგვიძლია ჩვენ გადავცოლოთ only ტოკენზე ან ტეზერზე და ეს ჩვენი დაგროვილი ქულები რეალურ თანხად ვაქციოთ. რა თქმა უნდა, ამის პროცენტულობას მე უკვე შემოგთავაზებენ და მომავალში მაგასაც აგიხსნით, რამდენი ქულა რამდენ ტეზერზე ან only ტოკენზე შეგიძლიათ გადაცვალოთ. აი მე მაგალითად აღარ მეყო მეოთხე ბარიერისთვის ქულები და მესამე ბარიერზე შეწყდა ჩემი თამაში. ამიტომ მე ვაკეთებ restart-ს და ვიწყებ ისევ თავიდან აგროვებას. და ახლა ვინც 2 კვირის მანძილზე რამდენი ადამიანიც მოასწრებს პირველი 100 ადამიანი ლინკზე გადმოსვლას და დარეგისტრირებას, VIP პროგრამა 2 კვირით მიეცემა საჩუქრად. გისურვებთ წარმატებებს და მალე შემოერთებას ჩვენს გუნდში, სადაც შეგიძლიათ რეალური თანხები გამოიმუშაოთ.